გამარჯობათ მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას. იქმნება ამ პროგრამის ფარგლებში ბლოგები და ერთ-ერთი ბლოგის თემა არის დავიცვათ ბუნება. ამიტომაც გადავწყვეტეთ შეგვერჩია თემა რამდენად მოქმედებს გარემოს დაბინძურება ატმოსფეროზე. რა პროცესები არის ბუნებრივი კატასტროფების მიზეზი? რა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი კატასტროფები? თქვენი შეკითხვის საპასუხოდ მოგახსენებთ შემდეგს. გარემოს დაბინძურება მიმდინარეობს არა მარტო საქართველოში ჩვენს თვალწინ, არამედ მთელი მსოფლიო არის ასეთი კატასტროფა, ასეთი პრობლემის წინაშე. გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები არაერთი და ორია. ყველაზე დიდი დამაბინძურებელი ფაქტორი მაინც არის რა? ატმოსფეროში გამონაბოლქვია ავტომობილების, ამავე დროს ქარხნის გამონაბოლქვი, საყოფაცხოვრო ნაგვის გატანა და დაუმუშავებელ პირობებში, რამდენადაც დღეს დიდი პრობლემა აგრეთვე კიდევ ცელოფანების ასე მიზნოთ, აქეთ-იქით შეგროვება და მათი სანაგოებზე გადაყრა. რატო ცელოფანი იშლება, გაზურ მდგომარეობაში გადადის ეს ნარჩენები და შემდეგ ისინი ერევა ატმოსფეროს და თანაც ისეთი შემადგენლობისა არის ეს ცელოფანი, ორგანული ნაერთები არის ის, რომელიც ხელს ატმოსფეროში ჯანმრთელი ატმოსფეროს არსებობას და ხელშემშლელი პირობაა მეტად. რა ჭუჭყიანებს ატმოსფეროს ყველაზე ძლიერი? საზოგადოებრივ ყველაზე ძლიერი დამაჭუჭყიანებელი ფაქტორი მაინც არის რომ მიანგარიშოთ ეს ავტომობილების გამონაბოლქვი. შემდეგ მოდის ქარხნებისა და ფაბრიკების გამონაბოლქვი. ესეთი ფაქტორიც კი როგორც არის დაუშვათ ვულკანები უკანა პლანზე გადაიწევენ ასეთ შემთხვევაში. გასაგებია ამ ნამწვევი წვის შედეგად ავტომობილების ესაცვავის წვის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომელიც ყველაზე მავნე გაზს წარმოადგენს ატმოსფეროს გაჭუჭყიანების თვალსაზრისით. სწორედ ნახშირორჟანგი არის ის გაზი, რომელიც მაღალ ფენებში ადის, შემდეგ იწვევს ერთადერთი დამცავი ფენის ოზონის, ასე ვთქვათ, ფენის შესუსტებას. ოზონის ფენა კიდევ მეტად სასარგებლო ფენას წარმოადგენს, რამდენადაც სწორედ მას შეუძლია შეაკავოს მზიან წამოსული ულტრაისფერი გამოსხივება, რომელიც ადამიანებისა და საერთოდ ბიოსფეროზე მოქმედებს უარყოფითად. ულტრაისფერი გამოსხივება. იწვევს რა თქმა უნდა ადამიანის მთელი რიგი უჯრედების დაშლას, მათ ცხოველ მოქმედების შემცირებას, რა თქმა უნდა, ამავე დროს მრავალი ეპიდემიური ეს არის ავადმყოფობის გავრცელებაც მას შემდეგ ხდება, რა თქმა უნდა. ამას უნდა დავუმატოთ აგრეთვე ის, რომ ხდება კანის კიბოს იწვევს. საერთოდ გამოანგარიშებულია, რომ მხედველობის დაქვეითების 30% მაინც ულტრაისფერის ხმების უარყოფით ზეგავლენაზე მოდის. იმიტომ რა თქმა უნდა ვერიდოთ ყველანაირად ასეთი გამონაბოლქვების ასე ატმოსფეროში გასვლას. ახლა ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელსაც მარტო არც ქართული და არც ჩვენი მასშტაბებით ეს საკითხი არ წყდება, ამას მთელი მსოფლიოს გაეროს ეგიდით მიმდინარეობს, ხდება მთელი რიგი დადგენილებების მიღება არსებობს, მემორანდუმები არსებობს, მთელი კონფერენციები ეწყობა, ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მაღალ ტექნოლოგიურ პროცესებს დაუკავშირდეს ქარხნების მუშაობა, ამავე დროს ავტომობილებისაც მოიძებნოს ისეთი ალტერნატიული საწვავი, რომლითაც გამონაბოლქვებიას ნახშირორჟანგის სახით ნაკლები იქნება. რითაც რა თქმა უნდა ჩვენს ხელს შეუწყობთ, რომ ოზონის ხვრელი არა, ბოდიშით ფენა რაც შეიძლება დიდხანს და უფრო სქელი ფენის სახით არსებობდეს. კარგი, ეს იწვევს თუ არა გლობალურ დათბობას და რამდენად ემუქრებათ დაიწეს ამის? ახლა გლობალურ დათბობას ეს იწვევს ეგრეთ წოდებული, ეს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული სათბური აირები. სათბური აირები რა მხრივ ეს საქმეა? თვითონ ის ნახშირორჟანგიც, მეთანიც, ამავე დროს სხვათა შორის მთელი რიგი რეკომენდაციებია მიღებული, რომ სამაცივრო მეურნეობები აგებული არის ფრეონის პრინციპზე. ფრეონი, რომელიც აცივებს, მაცივებს შიგნით.
ხდება მისი აორთქლება და შემდეგ ხდება მაცივარში სასათანადო სიცივის დამყარება. საზოგადოებრივ მრავალი დადგენილია მიღებული და საზოგადოებრივ ასეთი მაცივრები წარმოებიდან იქნეს ამოღებული. მიმდინარეობს მაგაზე მუშაობა. ეს ფრეული ძალიან ცუდი ეს არის გაზი არის, რომელიც სწორედ ხელს უწყობს ოზონის ფენის დაშლას. ამავე დროს ხო ეს ატმოსფეროს დაბინძურება ეს იწვევს გლობალურ დათბობას? ხო, ახლა უყურეთ რა შეასახება. ატმოსფერული ურთიერთობა ხდება რა? მზიდან შემოსული სითბო დედამიწაზე შიგნით ასე თუ ისე აღწევს, რო აღწევს მაგის ფაქტები ჩვენ თვალწინ არის. სამაგიეროდ ეს გაზები, დაბინძურებული გაზები და ეს ატმოსფეროში ეს გაზები უკან არ უშვებს დედამიწიდან ინფრაწითელ გამოსხივებას. ასე იგი ხდება რა? თანდათანობით სითბოს დაგროვება დედამიწაზე. ეხლა ეს არ მოწარმოებდგინოთ, რომ ჩვენ ერთ დღეს გავიღვიძებთ და 10 გრადუსით მეტი იქნება ტემპერატურა მეორე დღეს, თუმცა ზაფხულში კი არის ეს მაგალითად, ჩვენ ვლაპარაკობთ საშუალო ტემპერატურაზე დედამიწაზე. ხო, ასე სწრაფად მოხდეს მისი აწევა. ეხლა ასეთი დაბინძურების შედეგად რომ გლობალური დათბობა ხდება, ასეთი ტემპი ძალიან მცირეა, მაგრამ შემდეგ თანდათანობით ეს ემატება ერთმანეთს და უარყოფით გავლენა ციკლონებს. ასე იგი ეს არის საფია. მიღებულია ასეთი რაღაცა დადგენილია, რომ სადღაც 1 გრადუსთან ნახევარსაუკუნეში მომატებული ტემპერატურა, მაგრამ ესეც უარყოფითად მოხდებს. უკვე შენიშნულია რაზე? რომ დნება მყინვარები, ნება ჩრდილოეთ და პოლუსებზე ხინულის საფარი. სწორედ ამ გლობალურ დათბობამ გამოიწვია ეს, რომ შეჩერდა გოლფსტრიმის დინება. ახლა საზოგადოებრივ შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ საქართველოში ამ ბოლო ხანებში მომისაფრია თოვლიანი თოვლის საფარი ძალიან ნაკლები არის. შეიძლება სწორედ ამ დინების გაქრობას დაუკავშიროთ. რატო? ყოველთვის თოვლი მოდიოდა ხოლმე დასავლეთიდან, ხო ასე მოთოვდა აჭარაში, მოთოვდა დასავლეთ საქართველოში, იქითებში და შემდეგ აქედან მოინაცვლა. რატო? ასე იგი ეს ტენიანი ნალექი მოდიოდა ატლანტის ოკეანიდან. და იქ ახლა ეს დინება რომ არის შეჩერებული, ეთყობა იმას აქვს ამაზე სპეციალური რაღაცა გავლენა და ამით კლიმატის ცვლილება თავისთავად ცხადია, არა მარტო ისაფრია რომ დაჩუჭიანებული არის. კლიმატი თვითონ იცვლება, ქარების მოძრაობის სიჩქარე იცვლება, მიმართულება იცვლება, იცვლება ამავე დროს სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ქარების სიჩქარის დის თვალსაზრისით. ასე რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკადის, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ამერიკაში რომ გაბატონებული ქარებია და თელი სახელები რო აქვს დარქმეული, ეს შემოიჭრა ქარიო და სახელები რომ მოიხსენიებენ. ეხლა ერთიც და ღმერთმა დაგვიფაროს და საქართველოს ასეთი ქარიშხალი დაგვატყდეს. რამდენად უძრულები აღმოჩნდებით მის წინააღმდეგ საბრძოლველად. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოქმედებს. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ავიცილოთ თავიდან ატმოსფეროს დაჭუჭყიანება და ეს გლობალური დათბობა? ატმოსფეროს დაჭუჭყიანება რომ ავიცილოთ, პირველ რიგში რა შეასახმა, უნდა გავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ტყე. მწვანე საფარი. ასე იგი ხელმცენარეები უნდა გაშენდეს, რატო? ჯერ ეს ერთი ისინი აჩერებენ ქარებს, ხო? ქარებს გადააქვთ ჭუჭყელი. ხო. ქარები სხვამხრივად რამდენად ისინი არიან ზარალს აძლევენ, მეურნეობა იქნება თუ სამშენებლო ინდუსტრიას და ასე შემდეგ თვითონ დადგურდება ადამიანის ხელით შექმნილი უამრავი ნაგებობა. აგერ ახლა ახალციხეში თარვა როგორ მოხდა სახურავი მასაფია სახლა დღესაც არ აქვს დაფარებული ეს და რა თქმა უნდა ეს არ არის სასურველი მოვლენა. ქალაქში რომ მომრავდა ეს ნაგავსაყრელები და რომ წავენ ეგ ნაგავსაყრელებში საზოგადოოდ დაწვა სწორედაც ის არის როგორ დგებათ ის რომ რეგიონს და ამის შესახებ კიდე რაღაც გარკვეული აქეთ-იქით ზრუნვა მიმდინარეობს, რომ რეგიონში უნდა იყოს ერთი მაინც გადამამუშავებელი. რატო? როდესაც ეს იარსებებს და გადამამუშავებელი ადამიანები მერე თანდათანობით, რა თქმა უნდა, მოახდენენ ნაგვის დახარისხებასაც, თავისი სამსახური ექნება ამას რა ქვია, ის აღარ დაიწვება ბუნებაში ისეთი სახით, როგორც ახლა ის იწვის დაჭუჭყიანებს ატმოსფეროს. ამავე დროს ეპიდემიების გავრცელებასაც ხელს უწყობს ნაგავსაყრელებზე ეს პირდაპირ უშუალოდ დაუმუშავებელი ნაგავის დაყრა. ეს ახლა ეს ფაქტორები რომ გამოირიცხოს ამისთვის საჭიროა რომ რა თქმა უნდა ეს ქარების რომ გითხარით რომ ქარებს მეტი ხელ შეუწყობს ის საფია ხეების გაშენება. ამავე დროს ის კლიმატის ცვლის სასარგებლო მხრივ ტენიანობა გაიზრდება, ეს რა თქმა უნდა სასურველი არის ჩვენი მხარისათვის, ამავე დროს დაუკავშიროთ ის რომ
ხარების შემცირდება ესეც სასარგებლოა, გინდაც არ ვიყოთ მოსავლეობის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ მორცვა ეს დიდი პრობლემაა ჩვენი მხარისათვის, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, მწვანე საფარს სხვა დიდი დანიშნულებას გააჩნია. რა დანიშნულება? რა ოზონის, ფენის, სისქის შემცირების საწინააღმდეგოდ ყველაზე უებარი წამალი არის სწორედ ტყეების დაშენება. რას ურჩევდით სამოქალაქო კლუბების აქტიურ მოსწავლეებს? რას ურჩევდით და ურჩევდით იმას, რომ რაც შეიძლება აქტიურები იყვნენ და თავიანთ მოსწნებში მაინც და მიმდებარე ტერიტორიაზე, სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გააშენონ მწვანე ნარგავები. ეთი არ არის დარგო მარტო, უნდა მორწყან და მოუვარონ. ამის სიკეთეს ისევ თვითონ მიხვდებიან, იმიტომ რომ ეს ჩვენ ახლა ეს რჩევას ვაძლევთ იმ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც ჯერ კიდევ 60, 70, 80 წელი სიცოცხლისა წინააღმდა, რაც უფრო ჯანსაღ გარემოში იქნებიან ისინი და წარიმართება მათი სიცოცხლე, მათთვისაც უკეთესი არის და სადადებელიც ნაკლები ექნებათ, ბოლოს და ბოლოს იმათაც თავის სტუდიოზე შთამომავლობაზე უნდა იზრუნო. რაც ადრე გამოასწორებენ ამ მდგომარეობას და რაც თვითონ იქნებიან ამაში ჩართულები, მით უკეთესია. პროგრამას რას ურჩევდით? ახლა პროგრამას იმას ურჩევდი, რა თქმა უნდა, რომ ახლა როგორც აღნიშნეთ, ის საქმეა მრავალი სკოლა ამაში ჩართული რეგიონის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ახალგაზრდები მაინც არის საზოგადოებრივ ასია, რომ თუ რამე უსაშველობისკენ წავიდა, სულ ყოველთვის ცუდი მიმართულებით მიზა, რომ გამოცოცხლება მოჰყვება ამას, რა თქმა უნდა, რომ სკოლებში მოსწავლეები ჩაერთვებიან და იგრძნობენ თუ არა მის სიკეთეს. გასაგებია ეს აქტიური იქნება და თანათანობით, რა თქმა უნდა, ეს საკითხი სწორედ მათ უნდა გამოასწორონ და თვითონ იქნებიან ჩამოვლები ასეთ საკითხებში და ასე რომ პროგრამა სასურველი იქნება, თუ რა თქმა უნდა დააფინანსებს იმ ბავშვებს, რომ უნდა დაირგას, ხადი ახლა იმ ბავშვებით რომ თავიანთ ფუნქციას ვერ გააკეთებენ, ამ პროგრამას ექნება საშუალება სანერგე იქნება თუ სათესლე სახით და ასე იგი ადვილად იქნება, ადვილად განხორციელდება, ასე იგი ჩვენი მხარის გამწვანების ამავე დროს ახლა ასეც უნდა ვიზრუნოთ, რომ ახალ ცხრაში კიდე შეიძლება ბევრი ცუდი შეექმნა იმის გამო, რომ იცით რომ ამოდენა ხილი და სხვადასხვა აღარ იყო ეს ჩაბარებები ხოლმე ხალხი ამას ვერ ასაღებდა, გაჩეხა ხილისა და კურკოვნების ბაღები და მათ ადგილზე მარტო მიმდინარეობს ასეთი, რომელიც მოკლე პერიოდის განმავლობაში აქვს ფოთლოვანი და დანარჩენი შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, უმოქმედოდ აღარ მოქმედებს ეს ასე იგი ფოტოსინთეზის პროცესში ჟანგბადის გამოყოფა, რა თქმა უნდა, ეს მწვანე საფარიც აღარ არის. ახლა ამას ვემატება ის, რომ ტყეები ასე უწყალოდ ჭიხები, ესე ცუდი არის, რა თქმა უნდა, აქაც უნდა ჯერვანი ყურადღება მიაქციონ და რაღაც უნდა წესრიგი დამყარდეს. დიდი მადლობა დროებით დაგუჩვენეთ. კარგად გრძელდებოდეთ.